დიდი თანხის მოსაგებად, თულთან სათამაშოდ ინტელექტუალი ძმები, სოსო და ვახტანგ ბერიკაშვილები მოდიან. გაძლევ, მაგრამ მიგა. წავიღებ. კარგია რა, 2000 და. აი, დააგდე. გვიანთა და საზრიანთა კლუბის ფავორიტები. სწავლობ იცის ამ თანხით ჩვენ წავალთ სამომსახურეს. კარეთ, რაგინაღულება ფული აქვს. თავზე საყრელი გვაქვს. გარეგნული სიმშვიდის მიღმა, დაძაბულობის მაღალი მუხტია. არ მახსოვს. აი ეგაც. რითი დასრულდება საზრიანი ძმების გადამწყვეტი ინტელექტუალური დუელი ფულთან. ფინალი. ძმები ბერიკაშვილები ფინალისტვის ემზადებიან. ახო მოვიგეთ. ეგა. აი მიგვაქვს. ხომი გაქვს. ფულთან თამაში იმედზე. საღამოშილების საკალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით. ჩვენ იმედზე ვართ და ეს არის შოუ ფულთან თამაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. დიდი მადლობა მას ამისათვის. აქ 100,000 ლარია და ამ 100,000 ლარის მოსაგებად მოდის უამრავი ხალხი, მოდის ანკეტები, წერენ, გვინდა მოვიგოთ ეს თანხაო, მაგრამ რად გინდა რა, მხოლოდ ერთეულებს უღიმებს ჯერჯერობით ბედი. ისე რომ გითხრათ, ვერ დავიკვეხნი, იმით რომ ქართველები მოვიდნენ ინტელექტი დააგდეს და 100,000 წაიღეს. ნუ 100,000 თუ არა 48,000 მაინც, 48,000 თუ არა 14,000 მაინც, მაგრამ 2,000 ერთხელ წაიღეს. ცდილობები იყო ძალიან საინტერესო. ვნახოთ შემდეგი წვილი რა სიზავს. ისე გახსოვდეთ ამ თანხას დაცვის პოლიცია იცავს. დაუმარჯოს ბიჭებო. ჩვენთან ფულის მოსაგებად და ფულთან სათამაშოდ მოვიდნენ ძმები სოსო და ვახო ბერიკაშვილები. გთხოვთ შევხვდეთ. მოგესალმებით, კიდევ შევხვდით ერთმანეთს. როგორ ახლა? სასიამოვნო კიდევ შევხვდით. მიხარია, გაგიცანით, გთხოვთ. ესე იგი, ამ ადამიანს წარდგენა არ ჭირდება, ვინც ადევნებს ასეთ თამაშებს ყურადღებას, სადაც ინტელექტი არის მნიშვნელოვანი ხოლმე. იცნობთ ალბათ პატივცემულ სოსოს. სხვათა შორის ჩვენი ნაცნობობა იწყება 11 წლის წინ დაიწყო. იგივე ტიპის თამაში დაახლოებით, ოღონდ ორჯერ მოხდა, ხო? დიახ. ხო, მე უკვე როგორც წესი ტელევიზორიდან გადავინებთ ხოლმე თვალყურს ეხლა როგორ ხართ და ეს მაწვილი გაგვაცანით თუ შეიძლება. ეს ჩემი ძმა, ვახო ბერიკაშვილი. სად გაიცანით ერთმანეთიო რა გიწერია? სამშობიაროში გავიცანი მე და მე არ მახსოვს. შენ არ გახსოვს? თვითონაც შესაბამისად. კაი, როდიდან გახსოვს შენი ძმა? შეიძლება 3 წლის მაქსიმუმ ალბათ უკვე დამამახსოვრდებოდა როცა ვიყავი. წესით, ხო? ხო, რაღაცა მეც მან მახსენდება ხოლმე რაღაც საბავშვო ბაღის მანიფაფა და რაღაც ტყუილი სუფები. მარტო მაკარონი და წყალი რო იყო. ჩვენ რო როგორ ახართ აბამ? კარგად. შემართებით ხართ? აქ როგორი წესებია? განსხვავებით სხვა თამაშებისგან, აქ მივესალმეთ ერთმანეთს, ხელი ჩამოვართვით და 100,000 გახდა თქვენი. ძალიან სასიამოვნო. ოღონდ წასაღებად უნდა წვალება ცოტა. ისე არ ატანენ რა. მოხდება ეს. აიღო და წაიღო. კი, კარგი იქნება, მაგრამ 8 შეკითხვა გვაქვს. ცოტა მძიმეა თან ახლა. 100,000? კი, არ არის. იმიტომ რომ თითო არის 2,000 ლარიანი შეკვრა. და სადაც ევროპაბეთი აწერია, რომელიც წარმოგვიდგენს ამ თამაშს. ასეთ არის 50 ცალი, 4 ბოქსი, 1 ეკრანი, 4 მონიტორი შესაბამისად. რა, რისთვის არის ახლა ეს ყველაფერი? ავირჩევთ კატეგორიას. გამოვა 4 სავარაუდო პასუხი. მე ვისმენთ შეკითხვას და უკვე 1 წუთი გვაქვს, ანუ 60 წამი იმისთვის, რომ ეს თანხა ან სწორ პასუხზე დავდოთ, ან კიდე სავარაუდო სწორ პასუხებზე. რაც გონია, დარწმუნებულები როცა, ოღონდ თრეანად ვანაწილებთ. 1 ბოქსის გამოტოვებით, მაქსიმუმ 3-ზე შეგვიძლია გავანაწილოთ, 2-ზე
1-ზე, 2-ზე და 3-ზე, 4-ზე აღარ. ბევრი არაფერი არ ხდება. თქვენი ხალხი ხართ, მეტი რა გქონდათ, რაში გამოიყენებთ ფულს? გააჩნია რამდენს მოვიგებთ. ვფიქრობ სასწავლებლად წავიდე ევროპაში. კარგი. აჰა. ძვირიჯდება? ნუ მანდაც განსხვავდება უნივერსიტეტების მიხედვით. უნივერსიტეტების ან მიხედვით რაც მეც მოვიგეთ, მით უკეთეს უნივერსიტეტს ავჭედით. ალბათ. ხო, შენც ესე იგი მაგ დიდი საქმეში სიამოვნებით. აბა შენ რაღაცა შენი ფილმის გაძლიერება გინდა? მე მინდა რომ მქონდეს საკუთარი სტუდია. სტუდია გინდა. კარგი იქნებოდა რომ იმდენი თანხა მოვიგო რომ უკვე საქმე დავიწყო. ბევრი ჭირდება? გააჩნია ამ შემთხვევაშიც ადონის სტუდია გინდა რომ ნუ ჯერ პატარით დაიწყე და ნელა გააძლიერე. პატრეთი შეიძლება პირდაპირ ესე დიდით რო იწყებენ ხოლმე და მე რო აღარ შეცაცხაიმონ რაღაცები. ეგეც მე ხალხს გაუშვებენ რაღაცა. ყველას თვითონაც სწავლე. ეგეთი არის. კარგი, მოდი დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ. ვერიგაშვილებთან ერთად თამაშობთ ფულთან. კარგი, სანამ კითხვა გამოვა, მე გეტყვით რომ ეს ფული დაცულია. მარტო ფული კი არ არის დაცული, ჩვენც დაცულები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ გვიცავს დაცვის პოლიცია. გაიცინე, ხო ხედავ გეცინება და გაიცინე რა იყო, ას დგას. და თავს იკავს, რა იყო, კადრში ხარ ხა. აი კახა, ნახე, იღიმება მშვენივრად. ყოჩა, კახა, იცი რა, იცი, აი ეგ შეეგუე ტელევიზიას, ხო? კამერების ხო აღარ გეშინია. კარგი, დავიწყოთ. პირველი ეტაპისთვის საჭიროა რომ მოვისმინოთ ჯერ კატეგორიები, რომ იმ კატეგორიებიდან აარჩიოთ თქვენთვის სასურველი შეკითხვა. ყურადღება ეკრანზე. პირველი დავამუღამე, უნდა თუ არა. ცოდნა და არქეოლოგია. ცოდნა? აი ეს ცოდნა რა არის? რა კატეგორიაა? ცოდნა ძალიან ფართო ცნება არის. ზოგადად არქეოლოგიასაც მოიცავს. ცოდნება. ცოდნა ყველაფრის ცოდნა არა, კატეგორიებია, შეიძლება შედიოდეს. შეიძლება შედიოდეს. შეიძლება ცოდნაზე იყოს რამე ის რა ქვია. ან ცოდნა იყოს არქეოლოგიის ცოდნაზე. ან ცოდნა იყოს ანდაზა მაგალითად. მოდი არქეოლოგია ავიღოთ. არ უნდა იყოს რთული და. არ იქნება რთული პირველი შეკითხვა, მაინც ისეთია რომ შეეგუოთ აქაურობას. მაგისთვის არის ხოლმე ძირითადად პირველი შეკითხვა. თუმცა წასულან აქედან უბრალოდ ცოდნეობაზე თავს ვერ დავდებ. სწავლის ერთ არქეოლოგიაში გამოდგები ექსპერტად, მაგრამ იყოს არქეოლოგია. შენ თქვი რამ საწინააღმდეგო თუ გაქვს? პირველზე არ მგონია რომ. მოდი ავიღოთ არქეოლოგია. არქეოლოგია. აბა საინტერესო. რას აღმოვაჩენთ? აბა 4 სავარაუდო პასუხი ვნახოთ. დმანისი, ბოლნისი, დუისი, რუისი. ო, ბონუს. ანისია. აი, უკვე გასაგები არის. ჩემთვის უკვე გასაგებია რა შეკითხვა გავა. ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც. ხო, ნახოთ აბა შეკითხვა. ნეტავ რა იქნება? სად აღმოაჩინეს პირველი ევროპელებად წოდებული ზედვასა და მზიას ჩონჩხები? წახვედი, კაცო? დრო წავიდა და რა გამოიყენოს? დმანისი არის, ხო? დმანისია, აბა. ბოლნისი ხო არ არის? არ არის ბოლნისი, ნამდვილად დმანისია. ბიჭო. ან დუისი. დუისი ან არა. რუისი. დუისი სად ქისტებია რუისი ცხოვრობენ? კი იქით არის. რუისი ჩვენთან არის. რუისი 40 წამი. ვერ აღმოაჩენდნენ. ესე შეგვიძლია ხოლმე შევაჩეროთ დრო. შევაჩეროთ ამ შემთხვევაში ხონოგლად მან შეგვიძლია ხო რა ვიცი დმანისია. შეჩერდი წამო. ბატონი ლორდ კიფანძე ხო? დავით ლორდ კიფანძე კი ბატონო. წარმოადგენს კი, ეს არის მამამისა ერთ-ერთი დაიწყო სხვათა შორის. მნიშვნელოვანი აღმოჩენა. მამამისა გადაწყვიტა რომ მან შეიძლება რაღაც ყოფილიყო და ესე ოჯახურ ტრადიციებს გაყვნენ და აღმოაჩინეს 1,700,000 წლის წინანდელი, ესე იგი. ჰომო გეორგიკუს. ერგასტერი. ქართველი ადამიანი. ნახოთ აბა პასუხი, მაგრამ დვანისი იყო, ეს ზუსტად კი არ მახსოვს. ბონუსი იყო თუ დვანისი? დმანისი მახსოვს. დვანისი? ზეზოდამზია კარგად მახსოვს. ჩილის ფიგურებს რო ამზადებდნენ საფრანგეთში იქ ვიყავი და
კარგად აწყვია, რაღაცნაირად აწყვია. თან 100,000 ლარი გააქვს, შენარჩუნებულია. დაბრუნეთ თან ხადგირზე. მაგრამ თუმცა აი, შეიძლება პირდაპირ აუცილებელი არ არის რაღაც თარაზოში გაახსნა. თან ისე უნდა ეწყოს რომ მომავალ დალაგებაზეც ხელი აღარ შეგვიშვა. ხო, მე რომ მივაჩვენე. ახე, სათვლიან. თქვენ რაღაც მათემატიკასთან შეხება ხო არა გაქვთ შემთხვევით? მე მაქვს შეხება შორს არ ვარ. პროფესიულად არ მაქვს, მაგრამ ბავშვობიდან კომაროვი მაქვს დამთავრებული და რა ხართ კაცო ეს კომაროვის სკოლელები? შესაბამისად ყველა ჭკვიანი როგორ გამოდიხართ მაგით? მათემატიკოთ ეგა შვენიერია. ახლა შენზე სწრაფად ალაგებენ, ხედავ. კარგი, გავაგზავნოთ მეორე ეტაპის ორი კატეგორია ვნახოთ და ავარჩიოთ. ოლიმპიადა და ცნობილი ადამიანები. ოლიმპიადა. მე არ ვარ იმედია სპორტულ ოლიმპიადაზე ლაპარაკი და არა მაკედონელის დედას. ცნობილი ადამიანები შეიძლება ოდი ოლიმპიადა იყოს ოლიმპიადა. გადავწყვიტეთ? აზერზე არა. ოლიმპიადა და 4 სავარაუდო პასუხი. აბა ვნახოთ რა ხდება. დავით სიმაკურიძემ, ლევან თედიაშვილი, გივი კარტოზია, ვახტანგ ბალავაძე. არა ყველა მეც ვიცი. რომელს არა აქვს მოგებული? ვნახოთ აბა შეკითხვა. ხო, ვნახოთ ეს. ნუ ყველას აქვს. დაასახელეთ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. დავით სიმაკურიძე, ლევან თედიაშვილი, გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე. ქართველები ოლიმპიადაზე იყვნენ ჰელსინკიში 52-ში. მე მგონი სიმაკურიძე არის დავითი, ბალავაძე, კარტოზია და თედიაშვილი გვიან არიან. მე მგონი სიმაკურიძეა. რაფაჩი მიშკიანმა მოიგო სიმაკურიძემ და ჯუღელმა. ხო სიმაკურიძეა. ერთი სიმაკურიძე, ერთი რაც ვიცით. რა ვიცი? გეუბნებოდით. 100% თუ არ ხარ დარწმუნებული? თუ გინდა ესროლე ბალავაძე. 35 წამი. არა დარწმუნებული. ლევანა არ არის. იმიტომ რომ 72-ში მოიგო მიუნხენში და 76-ში. აჰა შენ 2000. რა კარგი, ეს კარგია რა 2000 და აი ეს დააგდე ეგდოს. 18, 17, 16, 15. დაბექი. რო გადის მე არ ვარ დარწმუნებული და შენ გაჩუქე 2000 ჩათვალე. კი ბატონო, ეს კარტოზიაზე შენ ქონდა? არა, მე 6000 ბალავაძე. გივი კარტოზია არის საუკეთესო მოჭადრა კაცი. რანდავა. საუკეთესო რო ამოიწურა? ორჩენებში იყო მეორე ადგილზე მე მგონი კარტოზია. ისე თედიაშვილი არის ყველაზე. გივი კარტოზიას 2000 ლარი ერგო, ვახტანგ ბალავაძეს 6000 ლარი და დანარჩენი 92,000 დევს დავით სიმაკურიძეზე. ლევან თედიაშვილი მაინც აქეთკენ იყო. ლევან თედიაშვილი არის საუკეთესო ქართველი მოჭიდავე ჩემი აზრით. კარგი არტისტიც გამოდგა. ხო, ხარებადაგოგია. მისი ფრაზები ესე კახეთში ესე. კახეთში ნამდვილად გავრცელებული. დაგაჯდა სიკვდილის ბუზი და რაღაც. იმედია სიმაკურიძე არის ნამდვილად. კი, სიმაკურიძე 52-ში ჰელსინკიში უნდა იყოს სიმაკურიძე. აბა ვნახოთ. დანარჩენი ორი უფრო მახსოვს. ჩიმიშკიანმა შტანგააწია და ჯუღელი იყო რაღაც დამოვარჯიშე და ეს იყო მოჭიდავეა. ერთხელ მოიგეს მე მგონი. ყველაფერი. და არ იცოდნენ რა ის ცოცხალია ჩიმიშკიანი და ეს არ ბალავაძე 6000 წაგვართვა. 6000 გივი კარტოზია რას იზავს არ ვიცი. 2000 წავართ. ეს ისე 2000 გადაგდებული როა ხო? ყოველი შემთხვევაში ეგდოი რა. რო წაგვართვას 2000. არა კარტოზე არა. 2000 თუ გავხდეთ ბოლომდე მე. მაინც 2000 არ არის ცუდი თანხა. ურიგო არა. ხო, ეხლა 92,000 ჯობია. 92,000 ჯობია აშკარად. 2000 90,000-ით მეტია მაინც და კი. 45 ჯერ 46 ჯერ. 46. 46 ჯერ არა 2 წელი მოვაკელი, კაი, მაინც რაც გადავარ. კაი, დააბრუნეთ ახლა, გახ. არც ურდე, აქედან თამაშის მეოთხედი გავიარეთ. ანუ ორი შეკითხვა გავიარეთ და დაგვრჩა
ხო, ყარეთ რა გინაღულება ფული აქეთ. თავზე საყრელი გვაქვს. აბა რა, თქვენია, თან ჯერ ჯერ თქვენია. მაინც შეგვიძლია დავისროლე 8000 არის ეხა შეგრძნება რომ ეგ ფული თქვენია? გძნობთ მაგას? ძნობ აი ვცდილობ რომ შევიგრძნო და კარგი შეგრძნება არის სხვათა შორის. აი ეგ ფული არის თქვენი, ეხა თქვენია ეგ ფული. იცით თქვენია ბიჭებო. ბოლომდე მშვიდად რო არ ხარ. რა, ნაწილი და არა უშავ. ცუდი შეგრძნება, მაგრამ არა უშავ რა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი დავიტოვოთ, შევინარჩუნოთ. და კარგი, ნახოთ აბა ორი კატეგორია. ერთიანი საქართველო და გლოსარიუმი. იცი რა არის გლოსარიუმი? გლოსარიუმი როგორ არ ვიცი რა არის, მაგრამ გლოსარიუმიდან რა კითხვა შეიძლება იყოს? აი ეგ არ ვიცი. გლოსარიუმი ამ სიტყვებზე იქნება და რთული ხო არის? ერთიან საქართველოს შეიძლება იყოს ერთიან საქართველოს პირველი მეფე ან უკანასკნელი მეფე. პირობითია რა. მეორე და მესამე მეფე რო გკითხონ უკვე რაღაც რთული იქნება. ერთიანი მეფეზე საქართველოს სულაც არ იყოს. მეორე და მესამე მეფეები. მეორე და მესამე, ოდესღაც ვიცოდი. ხო, შეიძლება რა ვახსენდეს, მაგრამ ნახოთ აბა რომელი ავარჩიეთ. მოდი ავარჩიოთ საქართველოს. ერთიანი საქართველო. და 4 სავარაუდო პასუხი. ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონი, ლუვრი პარიზი, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონი, პერგამონის მუზეუმი ბერლინი. რაღაცა. ხო, არ ვიცი. არის. აბა რა ერთიანი საქართველო და რა შუაშია ეგ. წარმოგვიდგენ არა მაგ. ნახოთ აბა რა შეკითხვა. რომელ მუზეუმშია დაცული უნიკალური მონეტა, რომელზეც მოცემულია ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა? ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში, ლუვრი პარიზში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ასევე ლონდონში და პერგამონის მუზეუმი ბერლინში. რომელი გამოვრიცხოთ თავარი არის ეგ რა? იმიტომ რომ არ ვიცი. ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი რატო? ანუ ლონდონი ორი არის ლონდონი. British Museum არის და ხო, ერთ-ერთი ლონდონი უნდა ამოვაგდოთ სავარაუდოდ რა. ნამდვილად არ იქნება. ხო, არ ვიცი მე ეს კითხვა და ეს არის ესენი ძალიან ცნობილი მუზეუმებია და ოდი პერგამონი ყველაზე მეტი რა. მე პარიზი მგონია უფრო რა. რატო? 25 წამი დაგჭათ. არ ვიცი, 20,000 საკითხი გავუშვი. კაი, დადე მანდაც არ და ვიცი ეს წაკითხული მაგ სადღაც მე მგონი სკოლის დროს, რა? მაგრამ ლუვში არისო? მაგრამ არ მახსოვს სად არის. ხო, ეხლა დაკითხული ყველა. ანუ ვიქტორიას და ალბერტს ვიცხავთ ყველაზე არალოგიკურს? ეგ ნამდვილად არ ვიცი, რომელი გამოვიწყოთ. ეს საიტი გავუშვათ. დადმე დადე რა. 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. არა ის არ იყოს რა. არა და ის როგორ ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონში გამოირიცხა და დანარჩენი როგორ გადანაწილდა თანხა ეხა შევხედავ თქვენი ნებართვით 20,000 15 აქეთ არის. ბრიტის მუზეუმს 30 ლოვრი 1 2 3 4 5 6 7 14 15 30,000 აქ და შესაბამისად დაგვრჩა რას დაგვრჩა პერგამონის მუზეუმს ხვდა წილად. ხო, პერგამონი 20 30 და შესაბამისად 46 2000 შედარებით ნაკლად ცნობილი მუზეუმი შეიძლება მე რატო ვიცი რატო მახსოვს ესე იგი არ უნდა იყოს არაცნობილი მუზეუმი სადღაც ცნობილში უნდა იყოს ხო არ ვიცი ეგრევე ვივარდე ჩემი მეხსიერების არგი ეხლა ჩვენ თანხის დაკარგვებს დავიწყეთ თანხის დაკარგვებს დამდილად დავიწყოთ ალბათ აქ გაჩნია რამდენს დავკარგავთ თავარია სულ არ დავკარგავთ ყველაფერი არ დავკარგოთ ეს სამი არ ჩაიყაროს და ის არ აღმოჩნდეს უცბად ეს ვიქტორია და ალბერტი ნახოთ აბა სწორი პასუხი რა არის სად არის დაცული მონეტა, სადაც საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურაა მოცემული. ვიცი ნამდვილად. 10 მეცოდნე. კარგი შეკითხვა არის, რაღაცა მეც არ ვიცი და მაინტერესებს. როცა ფულთან თამაშობ და გამახსოვრდება ნამდვილად. მე გამახსოვრდება ხო. თავარი რომ ძალიან გამახსოვრებელი არ იყოს ეს ყველაფერი. კარგია რაღაცა ნამდვილად დაგვრჩა 20. ძალიან როდის გამახსოვრდება, იცი? არის სულ ჩაიყრე. კარგი, გადარჩენილები ვართ. აბა ლუვრი ვითომ? ნუ ლუვრი მირჩევნია British Museums ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მომენტში. შენ საერთოდ გავსწორდა მე მგონი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. ამიტომ შეიძლება. აი გუჯრები აქ რო არის სადღაც. აქ ამ შემთხვევაში მუშაობს ძალიან კარგად. მე რო ვესაუბრები ხოლმე მოთამაშეებს. აი სადღაც გამიელვა, გაგიელვა უნდა და. თუ გაგიელვა, კი და მე არ გამიელვა და მაგას. აი ამას გაუელვა და აბა ნახოთ სწორად გამიელვა თუ რა. სწორი არის? არა.
ბრიტანეთის მუზეუმი ისე რაღაცა მელოგიკურებოდა. რაღაცა ყველაფერი არის. ხო. 20,000 ლარი შეგჭათ. არ არის სუდი ამბავი ეს. აწი თუ გამიელვებს დავაბრუნოთ თანხა უკან. ესე იგი ჩვენ დავადგინეთ ერთი კარგი ინფორმაცია გავიგეთ მარტო ჩვენ კი არა საზოგადოებასაც ვამცნეთ ბრიტანეთის მუზეუმში საზოგადოებაში არის შოუებით ბევრ ახალ ინფორმაციას ვიგებთ ხო კი მიყვარს ხოლმე მეც ესე უყურებ ხოლმე ყოველთვის უყურებ ხოლმე ამათ შოუს უყურებ და მეც გავარ ხოლმე ხო ხარ ხოლმე უყურებ ხოლმე ასე ხარ ხოლმე კი ესრები მონაწილეობასაც იღებ ჯერჯერობით არა სურვილი გააქვს? გავიზარდები და. ხო, აი რო გაიზარდები, დიდი ბიჭი რო იქნები, მე 20,000 ლარი უნდა სწორად ვანაწილოთ. აი ხარ სიმეთრე. ხუთი შეკითხვა დაგვრჩა და ვნახოთ მეოთხე შეკითხვა როგორ ჟღერს. ამისათვის სჭირდება ორი კატეგორია. ტბა და იავნანა. ქართული ფილმებია ტბა? კი. ფილმია? კი, ფილმია ნანახი მაქვს. თუმცა ამ შემთხვევაში აქ იავნანა არა, იავნანამ რა ქონა არის. ხო, ფილმს ტბა ვიღოთ იმედია გეოგრაფია იქნებოდა, არა ქართული ფილმი. ქართული ფილმი კი არა იყოს სერჩი. რა უნდა იყოს არაცნობილ თემზე? ან იავნანა კონტექსტ ტბა ჯობია. ტბა და იყოს გეოგრაფიის იმედი. ტბა კარგია, მიყვარს ტბა, გაცურავ. ტბაში ვისწავლეთ სურათთან ჩვენ. ხო, რომელ კლასში ისწავლეთ? ჩვენთან სოფელში არის რაღაც ტბები, რომელიც სახელი არ აქვს. სამი ტბა. ხელოვნურია. დიდიც არ არის, მაგრამ იმდენი არის, რომ რაღაც გასა. საგუბრებია ესე. თუ ტბებია. ტბას ვეძახით. ტბას ხო, ნუ ეგრე თბილისის ზღვასაც ვეძახით. არა, ასე პატარა. დიახ, ტბა იყოს. ტბა. და 4 სავარაუდო პასუხი ვნახოთ აბა ერთი. ყუსტბამ, ფარავნის, ლისის და ბაზალეთის. ღრმა ის არის, რიცა არის. არის აქ არა. ფარავნი უნდა იყოს. ნახოთ აბა შეკითხვა. სიღმეზეა, სიგანეზეა. სიღმეზე არ უნდა შემოწერილობაზე. ილია ჭავჭავაძის ლექსის მიხედვით რომელი ტბის ფსკერზეა ოქროს აკვანი? ეხა ნამდვილად ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არის. შევაჩერო? რა თქმა უნდა. დეკ? შეჩერდი წამო. ცოტა სახიობური ნიჭი დამატა გააჩვენა რა. არა, შეიძლება გაჩნია რა ხასიათზე ხარ, მასე ამბობ რა ადამიანი. შეიძლება იყოს შეჩერდი წამო. შეიძლება იყოს აღთვალი. შეჩერდი წამო. ბაზალეთის ტბა. პასუხი გვაინტერესებს. მართლები არის არ ეს ადამიანები? ნეტავ. ციტირებით როცა არიან თან? ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი არის ცოტა. შემოვკრათ და ალპანში. ბაზალეთის ტბის ძირას საქართველოს აკვანი არის. ხო. ზუსტად არ მაწული მეტი აღარ გწირდება 20,000 ლარი დააბრუნეთ ადგილზე. ხნევებელი შეკითხვა გამოვიდა უცბად, ხო? მარტივი კითხვა იყო აღიაროთ. რატო იცი? ასე და 20 ნახევარი თამაშის რადგან გავიარეთ, ეხლა აქ პატარა ცვლილებები გვაქვს. სამი პასუხი. სამი სავარაუდო პასუხი შემო, ანუ ის მონიტორი და ის ბოქსი გაუქმდა. უკვე სამით თამაში. ანუ აქ რო დავდებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება. ხო. და დამრჩება მე ისთან. ეგ ცოტი. ეგ კარგია. კარგი, თანხა 5-ჯერ შეგვიმცირდა. 5ჯერ. საკმაოდ. ანუ 5-ჯერ შემცირდა სწავლის საფასურიც. დავაკორექტირებთ, რამე სხვას მოვიფიქრებთ. არა, ეხლა შეიძლება უყოთ ამ ფულს. მომეცი და მივხედავ. ეხლა მეორე ამის მოგაძლევ, მაგრამ მიგააკ. წავიღებ. საწაიღებ. ეგ მაინტერესა, ეხლა 20,000, კაი, გავიყავით ძმება შუაზე. ხა, მე რა. ევროპაში წავიდეთ, ოღონდ ამჯერად გავერთოთ. გავერთოთ. დავზვეროთ სასწავლო სწავლობ იცდის? შეგვიძლია შევხედოთ უნივერსიტეტებს და ეხლა კარგია გავლა. გავლა. გიგლა, ოფასალ. კარგი, რა ვქნათ? გავიგზავნოთ და ყოფნა გვაქვს, ნახევარი დაგვრჩა ზუსტად. ნახევარი დაგვრჩა კი. არა და თანხის ნახევარი თანხის იყო კარგი ნახევარი, იქნებოდა. არა, მაგრამ არ არის. მეხუთედი გვაქვს.
მეხუთე ეტაპის ორი კატეგორია გვჭირდება სასწრაფოდ. ცხოველთა სამყარო და კონტინენტები. კონტინენტი ერთი. აინც კონტინენტები იქნება, რომელსაც კონტინენტზე იქნება. მოდი, თქვი რამე რა, ცხოველთა სამყარო, ცხოველთა სამყარო უფრო კონტინენტი ავიღოთ. გეოგრაფია. კონტინენტი. მაინც. გეოგრაფია გავყვეთ, იყოს ასეთ ცხოველებზე. და იმ სამზე მე. ხო, იქით სამზე მუშაობთ. აქეთა სამზე მუშაობთ. შუას დავტვირთავთ. აბა, ვნახოთ სამი სავარაუდო პასუხი. 3 მეტრი. ბურსა. მალაგა. სტამბოლი. თურქეთია ბურსა, მალაგა ესპანეთის, სტამბოლი დედაქალაქი აღარ არის, მაგრამ რომელია სტამბოლი? კონსტანტინოპოლი. სი. რომელია აზია? აბა ვნახოთ ეს. არა კონტინენტი. რომელი ქალაქია განლაგებული ორ კონტინენტზე? ნუ, სტამბოლი. კონსტანტინოპოლი, ხო. სტამბოლი. ანუ არსებობს სტამბოლის ევროპული ნაწილი და სტამბოლის აზიური ნაწილი, ეგ პირობითია ცოტა, პირობითია შეზღუდვა, მაგრამ მანდ გადის საზღვარი. ბურსა რა ადგილას არის გეოგრაფიულად? ბურსა თურქეთშია. მაგრამ აღმოსავლეთით ხო არის კაცო, სტამბოლის ევროპული ნაწილი და ესა. სტამბოლის არის, თურქეთის ნამდვილად არის და ამიტომ შეიძლება ბურსა ხომ არ არის თქო. არა, ბურსა არ ვიცი სად არის. სადღაც ზღვისპირას არის. ხო, მალაგა ნამდვილად არ არის. სტამბოლიდან იწყება ზუსტად ევროპული ნაწილი იმის. ხო და მანდ არის რა, მანდ გადის საზღვარი. მანდ გადის საზღვარი და ლოგიკურია რომ იყოს ეს ხა. ფლატ კარგად არ მოვსწორ, მაგრამ 20 წამი დარჩა. ვესრალოთ 2000 ბურსას. არა, ბურსა სადღაც ცენტრალური ის იქნება. აიანად რო არ წავაგოთ. ხო რა, რამე რო იყოს ვითამაშო. მე მალაგა არ ექნება. მაინც რო ვისური 2000-ს. არა, მალაგა არ არის, მალაგა. 1 და 0. რაღა ბურსა? რო არ მოგატყუოთ, ნამდვილად რატომ მალაგა არა? მალაგა ესპანეთშია და მე რა? მე რომელ ორ კონტინენტზე უნდა იყოს დასავლეთ. იქნება მალაგას დასაწყისი აქ არის და მე იქ აი ხო, ესპანეთს ერთი ვარიანტი აქვს, რომ რაღაცა იყოს აფრიკასთან, მაგრამ არ არის აფრიკასთან. თუმცა არის ესპანეთის ნაწილი. ესპანეთის ნაწილი არის. იქით აფრიკის კონტინენტზე კი იყო მალაგა არის. ხო და მალაგა არის ზღვის პირას. სტამბოლში ვარ ნამყოფი ის რაღაცა ხიდი არის, რომელიც ყოფს ევროპას და აზიას. ხო. ეს მდგარო არის. ევროპაზიის გასაყარად. ხო, ეს არის ვიწრო სრუტე არის, საკმაოდ ყველაზე ვიწრო სრუტე. ის 2000-იც წყველა. მე არ მესმის როგორ გადავიდნენ მაგ თავის დროს. როგორ გადავიდნენ და საკმაოდ რთული ალყა იყო, ორთვიანი თუ სწორად მახსოვს და ქონი ისქნეს რა, ქონი დაასხეს და გემები გადაათრიეს ქონზე. კარგად უწვალე. ცხიმზე, თორე რთული იყო კონსტანტინოპოლის აღება. არა დაიღეს. თურქებმა აიღეს 29 მაისს იყო მაგ მოვლენის 560 წლის თავი. საკმაოდ ცუდი იყო. მე ეგდოს ბურსაზე ეს 2000-ის რაკრატი. კარგი, სწორი პასუხი მაინტერესებს. არის ბურსასპორი გუნდია. აი მოიგეს მე მგონი. ოხესრუტეები. მალაგა გამორიცხეთ. ბურსა დაგჭა. ბურსასაც გამორიცხავთ დიდი იმედი. თუ გამორიცხავთ, კარგი იქნება. ოღონდ სოსოსთან და მახოსთან ერთად თამაშობთ ფულთან იმედზე. მეხუთე ეტაპზე ვართ და 20000 ლარი შეგვრჩა. სამი სავარაუდო პასუხიდან ერთი უკვე გახსნილია მალაგა. კითხვა ჟღერდა ასე, რომელი ქალაქია განლაგებული ორ კონტინენტზე? ბურსა თუ სტამბოლი? სტამბოლი. ბურსას 2000 მაინც ვესროლეთ, ყოველი შემთხვევაში ეგდოს რაიცი დაგელაღლებაო. და დანარჩენი 18000 სტამბოლს დაწილად, რამე თუ ვიცით რომ იქ არის ევროპა-აზიის გამყოფი ხიდი. თან ვიცით ხო? ანუ სიმაგურედაც ვიცოდით.
მაშინ უფრო ხებაში ვიყავი. როცა ბევრი გქონდა. მაგრამ ბურსაზე მაინც ეგ დაგრაბლებაო და ჩავარდა კიდევ სექციონი 2000 ბიჭებთან. უკამენანება. დააბრუნეთ 18000. ესე დააწყო უკვე, აი. ცოტა მეტი გამოჩნდეს. გავაბევროთ. არც 18000 არ არის მოთაშორის. ეხლა როცა ვადევნებ ხოლმე თქვენ თამაშს თვალყურს და 500 ლარი და 400 ლარი და რაღაცა, უცად აქ 18000 ლარი, ისეთი ამაყად გრძნობ თავს. არა ეს იყრება. არა და მე 100 მოგეცით, რა გენაგულებათ რა. ხო. ხო მოგეცით 100000. არა, აღიარეთ, ხო მოგეცით 100000. რა თქმა უნდა და კარგია რომ ხანდახან ფლანგველად იგრძნობ თავს. ჩვენ უკვე დავხარჯეთ 82000. 82000, აი ეს ამდენ ხანში. ამდენ ხანში. აი ეს მოკლე დროში. რაღაც 9 საათი. მეექვსე შეკითხვის ჯერია 18000 ლარი გვაქვს და ორი კატეგორია ეკრანზე. ცხელი სასმელი, კიდურები. ხელი, ფეხი, კიდურები, ხელი, დავთავრდა. გახელებული, ფეხი. კიდურები საინტერესოა. კიდურების თემაში ამდენი გვაქვს ყველა ესე. კითხვა ავიღე. ხელი, ფეხი, თავი. არა, ის ადამიანის ორგანიზმი. კიდურები არის ხელი, ფეხი. ამე ცხოველის კიდურები იქნება ესეც რა. აი, მაინც ნახე თუ არა. კიდურები? იყოს კიდურები. იყოს კიდურები. კიდურნი. იმედი ესეთი კითხვა იქნება. სამი სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. ნახოთ აბა. 10 6 კიდურებს ობობა. ობა. თოებს. აუ, შეიძლება ობობა. ანუ ბევრი კიდური აქვს აშკარა და ხო, არა, ვისწავლე. რაღაცას ხო, აი რომელიღაცაზე 10 რამდენი კიდური აქვს ობობას? არ მახსოვს. აი ეგაც ცუდი. ოქტოპედია თუ ჰექსოპედი. სპაიდერმენი არ გიყვართ არც ეს? წარმოიდგინე რა დათვალე. 4-4-ია თუ 3-3. 8 მაინც აქვს, 6 არა აქვს. ხო, კი, 45 10 არა, 10 8 იქნება ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტი მოდი არ გვინდა. 6 შეიძლება ქონდეს. 8 აქვს უეჭველი? 6 როგორ იქნება? 3 ფეხი, ანუ 4-4 ან 3-3. არა, ყველა მულტფილმში რო წარმოიდგინე აი რაღაც შავი ობობები, დიდი ობობები, 6 ძალიან ცოტაა. აი 8-ზე დავდოთ. ამას 8 ფეხი აქვს ისა? 6-ზე დადე. 20 წამი. 6 არ იქნება. 10 ბევრია. 10 ბევრია, კაცო. არა 10 არ არის. 16000 ცოტაა. სულ დავდოთ? არა, დადე. არ ვიცი რა, ან 6 ან 8, 10 რა ამბავე, 5 ფეხი. 6 5 4 3 10 ვერ იქნება ბევრია. 1 ეს ნამდვილად 0 სირცხვილი მე უნდა ვიცოდე, მაგრამ ესეა რა, 2 ზევით არის და 2 ქვევით არის, მე მგონი. ხო, სპაიდერმენის ნიშანი ხა ჩემშუს გუში მიეცი რაღაც ჟურნალი გამოვიდა. დავხედე სპაიდერმენს და ეხლა მახსენდება მაგისი ნიშანი. მე შუაში აღარ აქვს. ხო, რა უნდა იყოს? არ გამოვა. არა 10 ბევრია. 6000-ზე 6-ზე რო 6 ფეხი აქვს ობობას. 2000 დევს მაინც დევს. და 16000 დევს. დიდი იმედი გვაქვს რომ არ იქნება 10 ფეხია, 10 კენტი. გინდა დაგაწყნარო. რა თქმა უნდა. ერთადერთი წარმომადგენელია ფეხსახსრიანთაში, რომელსაც აქვს 8 ფეხი. 8 ფეხი ყოფილა. ხო, იმიტომ რომ მწერებს ეანთესავება ეგ და იმათ 6-ები აქვთ. მაგიტო ეს 6. ანუ მწერები 10 არ არის, არა, დაგაწყნარეთ. ო, მადლობა. პირდაპირ გავხსნათ. გაიხსნეს 10. კიბოსნაირები არის, მწერები და ობობასნაირები რა, ერთი კლასია. თუმცა 6 დაგაწყნარეთ? პირიქით დაგაბნე. ითხარი 10 არ არის. 10 არ არის. 8 არის. ნამდვილად ბევრია 10. ხო, 1 2 3 2000 დავკარგეთ. აი 1000 არა უშავს. კიდე 2 რო დავკარგოთ. ესე 2000 დაკარგვით, იმდენად კარგად შეინარჩუნებთ ახლა. 14 დავჭრა. მე ვეღარ დავკარგავთ. მე უკვე 2 კარგი, დააბრუნეთ თანხა უკან. 16000 გაქვს. მეც ესე გავაკეთებდი აუცილებლად. შენიერი. 16000 გვაქვს, ორადორი შეკითხვა დაგვრჩა. და ვნახოთ მე-7 კითხვის 2 კატეგორია. არია თამაში. ვიქტორ ჰიუგო და მე-20 საუკუნე. ახლა შენ გადაწყვეტე. მე
სამწუხაროდ არ ვიცნობ კარგად ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას და უნდა ავირჩიოთ მეოცე საუკუნიდან მეც შეიძლება რამე. თუმცა ვიქტორ ჰიუგოდან შეიძლება რაღაც ცნობილი იყოს და ვიცოდე, მაგრამ ნახოთ მეოცე საუკუნე. მეოცე საუკუნე. მეოცე საუკუნე ამ შემთხვევაში მეც და ვიცი რომ რამე ჩვენ გამოვიცნო. ყველა დავიბადეთ იქ. ყველანი მეოცე საუკუნიდან მოვდივართ და თქვა მიიღე. ყველანი ჩვენი მეოცე საუკუნე. ჩვენი თბილად მოიხსენე. ყველანი ჩვენი მეოცე საუკუნიდან მოვდივართ. შემოგიოლე ჩემო მეოცე საუკუნე. გრაჟდანის სავეცკოს. მეოცე საუკუნე გადავწყვიტეთ. სამი სავარაუდო პასუხი ეკრანზე. იმედია ვიცით. 1906 22 საბჭოთა კავშირის და 33 ოთხში შეიძლება გრაჟდანის სავეცკოს საიუზო. იმედია 33-ში ჰიტლერის ამბავია და 6-ში 6 რაღაცა იქნება. რადიოს ადევნებ თვალყურს. რომელ წელს დაარსდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი? შეგვიძლია 1922 ხო, ახსენე, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე. არა მარტო დრო მეც მიდის. საბჭოთა კავშირში დავიბადე. 1922 წელი იყო. თუ სწორად მახსოვს, წლის ბოლო, დეკემბერი. დავაჩეროთ რომ საქართველოს უკვე დაპყრობილი იყო. კი, გავაჩეროთ რომ. გავაჩეროთ. შეჩერდი წამო. აი კარგი იყო. ალბათ იმედი ხარ. 22 წელს ესე იგი. კი, 22 წელს ნამდვილად. აქ შემიძლია. შვიდად ვიყო. წლებში, ფინალის მოლოდინი. წლებში ხარ მაგარი. წლებში მაგარი ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი კოლმაროული წარსული იმედა შემდეგი თემა იქნება ბოლო თემა წლები. პირდაპირ თამამა დავირჩიე. კარგი, ნახოთ სწორი პასუხი, რომელ წელს დაარსდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი SSSR-ი. სესერიკო. სუსურუკუ. ვიცი მან რაღაც. როგორც იმერეთში თქვენ სუსურუკუ. სურუკო. სოსოროკო. სოსოროკო. აი 1922 წელს დაარსდა დაახლოებით რამდენი წელი უწია? გავედით ბოლოში. ფინალ. დიდი სიამოვნებით მაგის დაბადების დღესაც შევიგინებოდი, მაგრამ თავს შევიკავებ. რას ვიზამთ? ძალიან იშვიათად ხდება, რომ დიდი თანხით მიდიან მერვე კითხვამდე. ბოლოში გავედით და საკმაოდ დიდი თანხა გაქვს. ხო, არც ისე ცოტა ურიგო არ არის. ნამდვილად. ანუ ალბათობა არის 50-50-ი, ან გრჩება ეს თანხა, ან არ გრჩება. ჩემი ნება რომ იყოს 8000 წავიღებდი. ამხლავე. ხო, გაყოფთ უშუალოდ. გავაფარო შეიძლებადეს. ხო, მაგრამ აი საშუალება გქონთ 16 წელი. ევანდელი კვერცხის ამბავში, მაგრამ ვითამაშოთ, მე მიყვარს თამაში. ბოლო შეკითხვა 16000 ლარი გვაქვს და ორი სავარაუდო პასუხი გვექნება. ორი კატეგორია ეკრანზე. ყურადღება, ძმები ბერიკაშვილები ფინალისტვის ემზადებიან. ეხლა მართლა მე ვიგულობ. კევინა. ყურადღება, მოგზაურობა, მემკვიდრე. მოგზაურობა, ვინმე ცნობილ მოგზაურობაზე უნდა იყოს, ცნობილ მოგზაურზე. მემკვიდრე რა შეიძლება იყოს? ეხლა ცოტა დრო გვაქვს, რომ ვიმსჯელოთ? რამდენიმე წამი. მემკვიდრე შეიძლება იყოს არა მარტო ტახტის, რაღაცა დაუშვათ ბიზნეს იმპერიის. შეიძლება. თუმცა მე მგონი მოგზაურობა არ ჯობია. და იყოს მარკო პოლოზე. კარგია. ამ შემთხვევაში. აი, ლაპერუზე იყოს, მაგრამ ისეთი იყოს, რომ ვიცოდეთ. რაღაცა ძმები რო იყვნენ ვასიკო და გამა. ვასკო და გამაზე მაგაციც რო იყოს კარგი. კონტინენტი არის იყოს კიდე, რავი, რა ვიცი. რომელი არ ვიცი. პირველი ის არიორეშკა როგორ არის ქართულად? ალჩო თოხანი, ხო, ვიცი, მაგრამ აი ალჩო და თოხანი რო ქვია ვიცი, მაგრამ ალჩო თოხანი რაღაცა ვერ ჟღერს კარგად. თან კოჭით თამაშდება. კოჭით არის. ფული ავაგდოთ. მოდი მოგზაურობა ავიღოთ რა. გეოგრაფიაში გავაგზავნოთ კიდე გეოგრაფიის. ხო. წაიღოს მოგზაურობა. რა გადავწყვიტეთ? მოგზაურობა. არ ჩავერიებ, მე მაპატიეთ, იმიტომ რომ მაინც ფინალია. ხო, არა რა. დავიღოთ მოგზაურობა და ვითამაშოთ მოგზაურობაზე. და იმედია ამ თანხით ჩვენ წავალთ სამოგზაუროდ. მე იმედი მაქვს და გამიხარდება კარგი ფილტრი ჩვენი ამბავი იქნება. რა გადავწყვიტეთ? მოგზაურობა. მოგზაურობა. ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით და ოპა. ორი სავარაუდო პასუხი. ორი, უკვე იქით მივიდეთ. თუ შუებით შემო. ერთი და მეორე. შუაში. ამუნცენი. რუა ამუნცენი. აპრე. პედრუ
ამუნცენი ვიცი იყო და კაბრალი არც მე არ ვიცი კაბრალი ეგ არის ცუდი რა შეკითხვაა ესეთი? მერვე ფინალური შეკითხვა 16,000 ლარიანი. იმედია იქნება. ლექსი აქ დაწერილი. ვინ აღმოაჩინა ბრაზილია? აი ვერაფრით ვერ იქნებოდა ამუნდსენი ბრაზილიაში რა. ახო მოვიგეთ. ეგ არის. ამუნდსენი არის პოლარული მკვლევარი და თან არის მე-20 საუკუნის დასაწყისის და ბრაზილია აღმოჩენს მე-16 საუკუნის დასაწყისში მაქსიმუმ. მოვიგეთ ახო. მოვეჭველი მოვიგეთ მაინც. შევაჩეროთ რო? შევაჩერო? ხო, შეაჩერეთ. დეკ წამო. როლამუნდსენი. აქვს დაწერილი იცი რა? პოემატიციანს. რადგან მე არ ვიცი თქვენ მოიგებთ თუ წააგებთ, მე მაქვს არჩეული კომპანია არსებობს, ნახე და მაქვს მოხდეთ. უკაცრავად ბატონო დუტა. ძალიან კარგი რამეა ეგ. აი მეგობრისგან თხოვლობდი ხოლმე რომ ჭირდებოდა და ახლა ძალიან მართლა? კი, ის მეგობარი იყო აქ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი. ჯეოსელისგან ყველაზე მობილური ინტერნეტი ჯეოსელ კონექტები ერთმანეთს და მეორესაც. მართლა კარგია. შემიძლია. თან აი ისეთია გაძლიერებული. ხო, არა, შემიძლია არა, იმიტომ რომ რაღაცა რეკომენდაცია გაუწიო, გამომიყენებია სხვისი ხო? კი. ეხლა თქვენი გამოიყენეთ მოდეცემულობა. ძალიან კარგი. ძალიან მაინტერესებს 16,000 თქვენი არის თუ არ არის? მე არის. მე ვფიქრობ რომ არის. ნუ ლოგიკური ჟელობიდან გამომდინარე. ბრაზილიური ესა შეიძლება არც ვიცით ვინ არის. არ ვიცი. არც არ ვიცი. ის კაცი ვიცი. ხო, მეც გამიგია ეს. ნობელმა ქართველმა პოეტმა რომ მიუძღვნა პოემა. ან მოზრდილი ლექსი ტიციანმა. როლს ამუნცენზე აქვს. ახლა უკვე გეცნობინება ვინ არის ნამდვილად პედრო კაბრალი. ხო, პედრო პორტუგალიურად ჟღერს. მოგეხსენებათ ბრაზილიაში პორტუგალიურად ლაპარაკობენ. მაგრამ რა არის ბრაზილია საით არის? ბრაზილია არის სამხრეთ ამერიკაში. ამერიკაში. იქით ამერიკაში კი არა, მოდი ეს აი ესე გავაკეთოთ, ხო? აი აქეთ ამერიკაში. აქეთ ამერიკაში და საით? ქვევით. აი მარცხნიდან და მარჯვენა მხარეს და ქვევით, ხო? ქვევით მარჯვენა მხარეს. და კიდე ქვევით არის. მარცხენა. და კიდე ქვევით აქედან არის და კარგად გრძელდება. გაზეთი აქედან ჩილე რაღაცები და მე პატარა კუნძულებიც არის აქ დაბლა, ხო? საქმე იმაშია, რომ არა და არ აი შეეძლო. აქ რო არის რაღაცა პატარა კონტინენტი რო არის, მაგრამ ასე გამოშვერილი რო აქ. გზანდებოდა ეს ადამიანი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პერიოდში არის განსხვავება კიდე. სხვა ფილტრი გვიდევს რა, იმიტომ რომ ბრაზილია ცოტა უფრო ადრე აღმოაჩინეს ვიდრე პატივცემული რუალი დაიბადებოდა. დარწმუნებული ხარ? დიახ. დაამთავრეს პოლარული კვლევების დროს იქნება გზა აერია და შემთხვევით მიადგა. წარსულში წავიდა შემთხვევით. გზა აერია და არ გამომდის ხო? გზა აერია და მე-16 საუკუნეში აღმოჩნდა. ვინ აღმოაჩინა ბრაზილია? სწორი პასუხია გაიხსნა. რეკლამა. ბრავო! მაჟასე! ძმებმა ბერიკაშვილებმა, სოსომ და ვახომ, იოსებმა და ვახტანგმა მოიპოვეს მეტი საშუალება ჰქონდათ თეორიულად, მაგრამ არც ნაკლები, არც მეტი 16,000 ლარი მოიგეს. ბრავო! ჯერჯერობით ყველაზე დიდი თანხა, რაც ჩვენი თამაში დაიწყო. ეს აღემატება ჩემ ჯამურად მოგებულ თანხებს ყველა. სადაც კი სადმე რამე მოგიგია, ხო? საკმაოდ ბევრი მაქვს მოგებული, ხო? ეს ფული შეგიძლიათ უკვე ხელში აიღოთ 8,000-ად. ეს ჩაგვეტევა ნამდვილად. 8,000-ად შეგიძლიათ გაგიყოთ, რადგან ორნი მოხვედით. ეს ფული თქვენია, გილოცავთ. სოსო და ვახო ბერიკაშვილები, მე მოუწოდებ ყველას. მომგზავნით, თუ გონება გიჭრით, აქ რეალური შანსი არსებობს, რომ თანხა წაიღოთ სახლში. ნამდვილად. აი მიგვაქვს. ხო მიგაქვთ. მიბაძეთ ადამიანებს 23 წლის და 27 წლის ახალგაზრდა ქართველი ბიჭები მოვიდნენ და სახლში ფულით მიდიან. თქვენს გელოდებით ნერვიულეთ, მაგრამ დაცვის თანხლებით გაგაცილებთ ბატონო ჩემო, ფული არ მიგაქვთ ქეშად. ხო, პირველად რო წამოვიდე. ქართველია ქეშია. 3,000 რო წამოვიღე იქიდან მართლა ვინერვიულ პატარა ვიყავი. გაცილებთ ამაყი
ძალიან გამოფილი. კიდევ ერთხელ. ბრავო. პარისემო საზოგადოებამ აი ამ ამაღლებულ და მხიარულ ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ და კიდევ ერთხელ გირჩიოთ რომ მომზადდით ჩვენთან ითამაშეთ თუ გონება გიწვით ფული თქვენია ჩვენთან 100,000-ია 100 თუ არა მოი 16,000 აიღებთ 25,000 აიღებთ 48 აიღებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული არ გვენანება მომზადდით ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ 4 შაბათს იმედზე საღამოს 10 საათზე შოუში ფულთან თამაში კარგად არაერთი სუპერპოპულარული რადიოავტობისა და სატელევიზიო გადაცემების უნიჭიერესი წამყვანი და ავტორი შალვა რამიშვილი ბიჭო ბატი დიდია და იკვინება და იხვი არ იკვინა და განსაკუთრებული იუმორით ცნობილი ზვიად ბლიაძე 100,000 ლარს ეუფლებიან. ზაღლები არ არის სასაცილო. ეს სასაცილო გადაცემა. მაგრამ არავინ იცის, რითი დასრულდება კრეატიული წყვილის ინტელექტუალური თავდაჯერებულობა ფულთან სახიფათო თამაშის დროს. მეორე კამერები 100,000 ცუდი გაცემა. ცუდი ასოციაციებია. სურათი გადაგვიღეთ რა. ადრე ხო იყო ვინმინი. YouTube ესე აბა მიჩი ბატირო YouTube თეიმურაზ ვარდოსანიძე და ნინო ძებისაშვილი. აბა ჩვენ ვიცით. ძველ მეგობრებს ძალიან დიდი ფულის მოგების ძალიან დიდი შანსი უჩნდებათ. იყოს დაწარიერი გააჭერე დრო. ეგეც ფინალი. ეგეც ფინალი. ბრავო! ნახეთ 4 შაბათს. ფულთან თამაშის დაძაბული რაუნდი იმედზე.